ეხლა რაც უნდა გითხრათ, ვერ შეცვლის უამრავი ადამიანის ცხოვრებას, მაგრამ ერთი ადამიანის ცხოვრებას ამოაყირავებს უკეთესობისკენ. ისე რომ ალბათ მხოლოდ და მხოლოდ თუ უოცნებია. იმ დღეს ნახავდით ვიდეოს, ვეძებდით კერძო სახლს დაახლოებით $500,000 ღირებულების ფარგლებში, როგორც არის რა. მიზეზი თუ მიზანი, როგორც გინდა დაარქვი, რის გამოც ამ სახლს ვეძებთ, არის ის, რომ გვინდა გავათამაშოთ სულ რაღაც 40 ლარად. ზედმეტად თუ არ გავწელოთ რეზინი, თემა არის მარტივი. 40 ლარად ადამიანი მოიგებს თბილისში გარემონტებულს, დასრულებულს, პრემიუმ ხარისხის უძრავ ქონებას, სახლს. დანარჩენს ბექა იტყვის. აქედან გამომდინარე, ბოლო 3-4 თვის განმავლობაში შეგიძლიათ არ იყიდოთ კერძო სახლი, რადგან თქვენ გეძლევათ თითოეულ თქვენთაგანს გაქვთ იმის შანსი, რომ 40 ლარად მოიგოთ $1,500,000 ღირებულების კერძო სახლი. 1,500,000 გამოდის დაახლოებით რა. მაინც ქართველები ვარ და ქართულად დავკონვერტირდეთ და ვისაუბროთ ყველაფერს. ხო, პლუს მინუს. დაახლოებით $1,500,000 შეიძლება იყოს $1,500,000-ზე ნაკლები ოდნავ, შეიძლება იყოს $1,500,000-ზე ოდნავ მეტი. ანუ ეს არის ის საშუალო ფასი, რომელსაც არ გაცდება ზედმეტად და არ დააკლდება ზედმეტად. ეს არის ანუ გათამაშების პრინციპი, რომელსაც ახლა ვინც გვიყურებს, თითოეულ თქვენთაგანს გაქვთ შანსი, რომ ამ გათამაშებაში ჩაერთოთ და მოიგოთ ულამაზესი, უმაგრესი თანამედროვე ყველაფრით უზრუნველყოფილი სახლი და შეცვალოთ 360 გრადუსით თქვენი ცხოვრება. 360 გრადუსით შეცვლა იგივე წერტილში დაბრუნება. ეგ 180 გრადუსით შეცვალოთ. 180 გრადუსით შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. და ეს გეძლევათ სულ რაღაც 40 ლარად შანსი გეძლევათ სულ რაღაც 40 ლარად. რეალურად ანუ თემა არის მარტივი. ლატარია დავაორგანიზებთ იმას, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა ნახე ვისაც და რამდენი ბილეთითაც უნდა იმდენით მიიღებს მონაწილეობას, რაც მეტი ბილეთი და ახლა ერთი წამით ოღონდ რა, ჩემი რჩევა პროსტო როგორც ფან და შანს და შესაძლებლობას ესე მიუდგეთ და არა რაღაცა ანუ გაცილებით მეტი ადამიანი ვერ მოიგებს, ვიდრე მოიგებს. ხო ფაქტია, ერთი მოიგებს მხოლოდ, დანარჩენი ვერ მოიგებს. ისი არ ქნათ, რომ ვინც ვერ მოიგებს, ის რაღაც დეპრესიაში ჩავარდეს. რა უბრალოდ ზედმეტი 40 ლარი, ან 80 ლარი, ვიღაცა მაინც მოიგებს და ეს ვიღაცა შეიძლება იყოს შენც. და თუ გადახედავ ლატარიების აბსოლუტურ უმეტესობას, ტიპები, ვინც ჯეკპოტებს რაღაცებს იგებენ, ძირითადად აქვთ ერთი ბილეთი ხოლმე რა. პროსტო ერთი 40 ლარი შეგიძლიათ გართობის პონჩი გაიქნიოთ რა. კი. 40 ლარად. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია ერთ კაცზე? არა, შეზღუდული არ არის, აქვს შესაძლებლობა იყიდონ 10, 100 და 200 და 1000 ბილეთიც კი. არანაირი შეზღუდვა არ არის. უბრალოდ ეძლევა ჩანსი ამ მხრივ ის, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს იმის, რომ ამოვიდეს მათი ბილეთი დოლარიდან, ვიდრე ვთქვათ სიტყვაზე ბოლო ჯამში 1000 ბილეთი და 100,000 არ იყიდოთ, ერთი-ორი ბილეთი შეაგდეთ, პროსტა იმიტომ რომ რავი მუღამია რა, ვიღაცა მაინც მოიგებს და ეს ვიღაცა შეიძლება იყოს შენს. გვაქვს საკმაოდ ბევრი არჩევანი და ამ სახლებიდან შევარჩევთ ერთ-ერთ საუკეთესოს, ზუსტად ამ ღირებულების და მაგიტომ თქვენ ამ პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ თავისუფლად შვიდად შეიკავოთ თავი და არ იყიდოთ არანაირი სახლი, იმიტომ რომ შეგიძლიათ 40 ლარად მოიგოთ ზუსტად ის სახლი, რომელიც ყიდვასაც ალბათ აპირებდით და უნდა გადაგეხადოთ $500,000, ხო, ან არც აპირებდით, კი, ეგეც ძალიან სწორი მიმართულება და მიდგომა. ყველას კაი ის არის, რომ თავიდან როცა ამ პროექტზე რაღაცა აზრები გავცვალეთ, ერთ-ერთი ვერსია იყო, რომ რაღაცა მშენებარე დეველოპერის ვიღაცის რაღაცა სპონსორი გვენახა და იმის სახლი გაგვეთამაშებინა რა. რეალურად მოდი ახლა სიმართლე რო ვთქვათ რა, ლატარია ისედაც აჩენს კითხვის ნიშნებს, ხო ესეა. მაგ მიზეზით არ ვაპირებთ არც ერთი შინაურის ჩართვას, არც ერთი ჩვენგანი არ ვაპირებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ ვაი და ახლა მე რომ მოვიგო, ვერავის ვერ დავაჯერებთ, რომ ჩაწყობილი არ იყო, ხო ესეა. ანუ ლატარია ისედაც და ესედაც, გინდა არ გინდა, სადღაც კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩვენთან არ გააჩენს, მაგრამ ბოლო ჯამში. და უარეს კითხვის ნიშნებს აჩენს დეველოპერი. რა თქმა უნდა. ქართველ დეველოპერების 90% ალბათ, რომელიც კაცმა ერთის რას ჩააბარებს, როდის ჩააბარებს, თუ ჩააბარებს. როდის აშენდება. და მე რო გაიგებს, რომ მოგებული გაქვს, იმას იქ გადაგიცვლის, ამას აქ გადმოგიცვლის, გეტყვის, რომ მაინც მოგებული გაქვს. გადავწყვიტეთ, რომ სახლი, რომელსაც მოიგებთ, არ იყოს სარემონტო. თეთრი მწვანე ყვითელი ლურჯი, არანაირი რაღაცა უცნაური ფერის კარკასი. გარემონტებული იყოს. ავეჯით იყოს, ტექნიკით იყოს, აუზით იყოს, ანუ რაღაცას რომ მოიგებ, ამან ახალი პრობლემა კი არ უნდა გაგიჩინოს. ცხოვრების
დიდი პრობლემა უნდა გადაგიწყვიტოს. ამ მიდგომიდან გამომდინარე, ჩვენი ფულით მაინც არ ვყიდულობთ ამ სახლს. ვყიდულობთ მონაწილეების ფულით, სინამდვილე ეგ არის. ჩემი აუდიტორია მიჩვეულია ახლა ძალიან ღია საუბარზე, სინამდვილე ეგ არის რა. მაინც მონაწილეების ფულით უნდა ვიყიდოთ და ბიჭო, მაინც იგებ და რაღა ხრუშოვკა მოიგო, ანუ მომისმინეთ, მაინც იგებ. რაღა ხრუშოვკა უნდა მოიგო და 0 შეცდი. აცი რაღაცა 3 სართულიანი სახლი მოიგე და 2 სართულიანი. მაინც იგებ. მაინც 40 ლარად იგებ. დაახლოებით ეგ ამბავია მოკლედ რა. დანარჩენ დეტალებს ხო უკვე საომავლო ვიდეოებს განახებთ რა თქმა უნდა სახლსაც, იქიდანაც გვექნება ჩაწერები, ჩართვები. განახებთ უკვე გათამაშების ეტაპებს, რა ეტაპებზე ვიქნებით, როგორ წავალთ, რა მიმართულებით წავალთ, თქვენც ეტაპობრივად გაიგებთ. მართლა ძალიან ჯიგრულად ვარჩევთ სახლებს რა, ანუ იყო სახლები 400.000-ზე ქვემოთაც და ერთ შეხედვით კაი სახლები იყო რა, მაგრამ ისევ მანდ ვართ. თუ მაინც იგებ, ჩვენი ფულით არ ვყიდულობთ. მაინც მონაწილეების ფულით ვყიდულობთ. აცი გამოვიტანთ გასათამაშებლად. ამხელა ჯილდოს ეს ჩემი საყვარელი ის არის, ყველგან ამას ვაკეთებ. იმისთვის რომ ამდენით მონაწილეობა ადამიანისთვის იყოს მარტივი. იმის ნაცვლად რომ რაღაცეები გავაიაფოთ და რაღაცა 40 ლარის ნაცვლად 20 ლარიანი ბილეთი გავაკეთოთ, არა ძმაო, რომ ნახოთ რანაირად ვამოწმებთ და რანაირად ვარჩევთ. იმ დღეს სახლი დავიწუნეთ, იმიტომ რომ მეტალოპლასმასის სკარფანჯრები ქონდა, რომელიც უკვე ანუ ესეც სახლს რო იგებ, ბარემ ალუმინის იყოს, ბარემ იატაკის გათბობა იყოს, ბარემ ძალიან კაი ავეჯი იყოს, ბარემ კაი ტექნიკა იყოს. მაინც იგებ და მაინც იბადებოდი და ბარემ რო ესეთ დაიბადე, ხო კაია. ახლა ვინმე სრულეთ, რომ მაინც იბადები და ცალი ფეხით დაიბადე, ცალი თვალით და მიბადები და ღმერთმა გაგაჩინა სრულყოფილი. გაგაჩინა ბედნიერებისთვის და ბარემ კაი მოიგე. სრულყოფილი სახლი. და წარმოგიდგენია ის ადამიანი ვინც მოიგებს. სრულყოფილი მოგება უნდა დაარქვა ძმაო ამას. ეგ ვიცით რას თვარქბებთ უკვე. ხო, ეგ რასაც ვარქნებთ, მაგრამ იცი რატო ამბობ? რამდენჯერ ყოფილა ტიპს რაღაცა მოუგია. თქვენ ვერ ხედავთ აქეთ ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ზის მოკლედ და ქულებს გვიწერს შიურიში. ტიპები რაღაცას მოიგებენ. აი, ეხლა რომ მოიგო უცებ თვითფრინავი. შენ გონია რომ გაგიხარდება. ყოველთვე იმხელა ხარჯი გექნება, რა შეიძლება არ ვიცი, შენზე უბედური არავინ არ იყოს, იმიტომ რომ რაღაცას რო იგებ, თუ ის პირდაპირ და ირიბ კავშირში მყოფ ყველა ხარჯს არ გაშორებს, მოგება კი არ არის შარია. სახლს რო იგებ, თეთრი კარკასით, გამარჯობა შენი გვიზოგს, კომუნალური არა გადახტილი ახლა და ახლა გასარემონტებელი სახლი აქვს შერჩენილი. და მინიმუმ თან კერძო სახლის რემონტი 300-400 დოლარი კვადრატული. და არ არის მარტივი 300 და 400 კვადრატული სახლის 300 დოლარად გარემონტება მინიმუმ. ხო, აქედან გამომდინარე, ეგ ყველაფერი თქვენ თავიდან აგარიდეთ და შეგყავთ ისეთ ინტერესი გვაქვს, ნახე. სადაც ეგრევე. ამასინად გავაძრე რაღაც გათამაშება რა. და ტიპს რო უსმენდი, მეთქი ეს ყოფილა ადამიანი, მეთქი ეს ყოფილა დედა ტერეზა, მაგრამ დედა ტერეზასაც ამაზე მეტი ფული ქონდა, იმიტომ რომ რა ყველაფერს ფულს აკეთებდა ტიპი, მაგრამ ეს ტიპი აწვება ბოლომდე რომ ჩვენ იმიტომ ვათამაშებთ, რომ შენ და ამ ტიპმა იმიტომ დახარჯა ერთი 200.000 დოლარი, რომ ანუ აიგე ხვეწები რა. ნახე, ყველა მხარეს თავისი ინტერესი აქვს, ვისაც ინტერესი არ აქვს, სულელი და გიჟია, თავარია, რომ გაყიდვის ეს მოდელი მილიონჯერ არის უკვე გატესტილი. ადამიანი ვინც იგებს არ ვიცი რა გითხრა, მართლა იგებს ქვია რა. თავარი არის რომ ისე არ შეყოთ ახლა თავი რომ მართლა რაღაც დაალომბარდოთ და რაღაცა ცითი თამაშოთ რა. უბრალოდ რო იცი რომ ძმაგაც უნდა დაპატიჟო შაურმაზე, არ დაპატიჟო შაურმაზე და ერთი ბილეთი შეაგდე, იმიტომ რომ შეიძლება სახლი მოიგო იმ 40 ლარით ორი შაურმის ნაცვლად. სულ ეგ არის. შემდეგ ვიდეოებში რა არჩევნებიც გვექნება, რომელიც კაი იქნება, აი რა სახლებს შორისაც ვაკეთებთ ახლა არჩევანს, იმიტომ რომ გუშინს მერე ბევრი სახლი გაიჩნდა. კი. მესამე დღეა ბექადამია დადიან და ნახულობენ ამ სახლებს, რომელიც ღირს ყურადღების გამახვილებად თქვენს გაჩვენებთ თუ გინდათ და რავი რა, ანუ მაინც თქვენთვის ვთამაშებთ და რომელსაც იტყვით რომ ეს ჯობია გათამაშდეს და არა ისე თუ გინდათ. ხო, ეგ სხვა ძალიან კარგი იქნება, რომ ანუ რაღაცა პატარა არჩევანის საშუალებაც მოგცეთ, რომელი სახლი მოგეწონება. ძალიან საინტერესო იქნება თქვენი დამოკიდებულება და გემოვნება და ხედვა სახლებთან მიმართებაში. ეგეც შესაძლებელი არის, რომ გავაკეთოთ რაღაცა ვარიანტები, ხო. თუ ისე გავიჭედეთ, რომ ცალსახად რომელიღაცა ერთი მართლა 10 თავით არ ჯობია დანარჩენ ვერსიას და ვერ შევთანხმდით ნეტა ეს თუ ნეტა ისე, რავი თქვენ ჩაგთავთ თუ გინდათ რა ჩვენი რამის. დაგვიტოვონ კომენტარები. გააზიარეთ ეს ვიდეო, ყველაზე ცუდი ესეთ პროექტებს აქვს ის, ანუ ესეთი მოდელით შეიძლება გაგიგია რომ რაღაც გაყიდულა.
და სინამდვილეს შენ თუ გაგიგია ეს იმას ნიშნავს რომ 10 ჯერ მეტია ამ მოდელით გაყიდული უბრალოდ ამ მოდელის მინუსი ის არის რომ ადამიანი რომელიც მონაწილეობს აღარ აბაზრებს არ ამბობს ნათესავთან არ ამბობს დედმამიშვილს არ ეტყვის სახლში არ ამბობს რატო იმიტომ რომ არ უნდა რომ გახმაურდეს და ბევრი დიდი კონკურენციის წინაშე აღმოჩნდეს რეალური მიზეზი რის გამოც ესეთ პროექტებს აშავებენ და სინამდვილეში ტიპები ვინც ესეთ პროექტებს აშავებენ 99% ერთი 100 ბილეთით მონაწილეობს გათამაშებაში და მე კომენტარებში და რაღაცეებში იგინება იფურთხება ხან ღმერთით აშინებს ამ ხალხს და ხან აშეიმინგებს ხო რა დააკნინოს გათამაშებაც დააკნინოს თვითონ მონაწილეებიც და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე ეგ ადამიანები არიან ზუსტად ისინი ვინც ყველაზე მეტ ბილეთს ყიდულობენ, უფრო მეტად ორიენტირებულები არიან გათამაშებაზე, ელოდებიან თითოეულ წუთს, ნაბიჯს, აი ყველა კომენტარს და ლაიქებსაც რო ამოწმებენ. შეყვარებულს რო დასდევენ ლაიქებით, ანუ ეგეთი ვარიანტი არის რა. აქედან გამომდინარე, ანუ ეს ის საკითხი არის, რომ გააზიაროთ ვიდეო, ანუ ხო ბევრი ნახავს ამას რა თქმა უნდა, რომც არ გააზიაროთ, რა თქმა უნდა, ანუ ამ მაინც ნახავს, რამე დაგესიზმრებით. ჩემი ამბავი მაინც ხო იცით. ბევრად სასიხარულო იქნება თუ მოიგებს ტიპი, ან ემიგრაციაშია, ან ვისაც საჭიროება ქონდა, ან ვინც ქირით არის, ან მოკლედ საჭიროება რო აქვს. ახლა ნახე მილიონერი რო იგებს ქუჩაში $100, იმასაც უხარია და ვიღაცა ისეთი რო იგებს, რომ ოცნებობდა, იმასაც უხარია და მეორე სიხარული უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ასე რომ ყველას სურვილია რომ ისეთმა ადამიანმა მოიგოს, ვისაც მართლა ჭირდებოდა. ხო, კიდევ ერთს დავამატებ რა, ანუ აუცილებლად იქნება ის რომ ანუ ვის ექნება იმის საშუალება რომ თქვა სიტყვაზე მოიგოს სახლი და მე ეს სახლი შეინახოს. რა იცით კიდევ რას გთავაზობთ, ასე რომ დაელოდეთ სხვადასხვა ვიდეოებს. ხო, მარტო ესე ხო იცით, მე და მე უფრო ბევრ რაღაცებს ვაჩენთ რა. ასე რომ დაელოდეთ ვიდეოს, რომ ბოლოს ამის შენახვის საშუალებასაც გეტყვით თუ როგორ შეიძლება შეინახოთ უძრავი ქონება და იცხოვროთ ბედნიერად, ლაღად და მართლაც 360-ით კი არა და 180 გრადუსით შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ეგრეა. ხო, ამასობაში მოკლედ ავარჩევთ უძრავ ქონებას. წამოგვეწევა მთელი სისტემა მოკლედ როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ხო, მონაწილეობა იქნება გამარჯვებული, გამოვლინდება დოლარის პრინციპით. არანაირი რაღაცა ელექტრონული გათამაშებით და კაცმა არის ის იქ ვინ რა როგორ დააპროგრამა. არა ძმაო. ჯიგრულად, მამაპაპურად დოლარში ხელი ამოვიდა შენ ნომერი და გილოცავ. ეგ არის სულ. დაგააპდეითებთ ახალ ინფორმაციას მოგაწოდებთ. ჯერ 1-3 თვე მაინც და მაინც ნუ გაიგიჟებთ თავს უძრავი ქონების ყიდვაზე თუ თბილისში აპირებდით ყიდვას. რა იცი, ვიღაცა ხომ მაინც მნიშვნელოვანი არის რომ არ დაგვიკონკრეტებია რომ ეს უძრავი ქონება იქნება თბილისში და არა ვთქვა სიტყვაზე სადღაც თბილისში რა, ხო, თბილისში იქნება რა. და თბილისში არ გულისხმობთ იმას რა ქვია გომბორის გადასახვევს. ძალიან მაგარი შანსი გეძლევათ რომ ცხოვრებაში ერთხელ ანუ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ის როდესაც ანუ ხართ მაგალითად ემიგრანტი ან მართლაც შრომობთ 24 საათი, გაქვთ 5 სამსახური და აღარ იცით უკვე რომ ეს ვალები და პრობლემები იქი რა, კომუნალურები როგორ გადაიხადოთ, ანუ მაგ ადამიანებს, ანუ ძალიან გვინდა რომ მსგავსმა ადამიანმა მოიგოს, მსგავს ცხოვრების მქონე ადამიანმა მოიგოს, რომ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს. რადიკალურად მოხდეს მისი ცვლილება და დანარჩეს უკვე მე ბევრი რო აღარ გაგვიგრძელდეს და ვისაუბროთ, მე უკვე გაჩვენებთ დანარჩეს. შვენიერი, გავთიშო, გაიცა? ეგ არის. შენ დროებით.